მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ვიდეო სურს დავიწყო მცირედი განმარტებით. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა პირად საუბარში მკითხა, თუ რატო არ ესე კრიტიკულად განწყობილი ტრამპის ხელისუფლების მიმართ, რადგან მათ იციან, რომ მე იდეაში ვიყავი ტრამპის მომხრე არჩევნებზე და რომ მქონოდა ხმის მიცემის უფლება, ამას გამოვიყენებდი ტრამპის სასარგებლოდ. სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ ჩემ მეგობრებთან ვინც აქ ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე მათგანთან კამათიც კი მაქვს ხოლმე პერიოდული ამა თუ იმ საკითხებზე. ისინი საწინააღმდეგო პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია ამერიკაში ამის გულისთვის არც მეგობრობა წყდება და არც ურთიერთობა ფუჭდება. ეხლა უშუალოდ რატომ აქვს ესეთი კრიტიკული დამოკიდებულება? ბუნებრივია მე ტრამპის მიმართ არ მაქვს ესეთი კრიტიკული დამოკიდებულება, არამედ მაგ ზოგადად იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ დავარქვათ ტრამპისტები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნულ კურსს საგარეო ტრეკს. თორემ საშინაო საქმეებში მე პირადად ვამბობდი ჩემი ახლობლებმა, ყველა მიცოდა ჩემი აზრი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭირდება დონალდ ტრამპი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა მიექანება გრევისკენ. და მე და რამდენიმე ადამიანს რამის შემოდნები ქონდა ჩალაგებული და მივიდიოდი ჩვენ სამშობლოში. ეს ისე ცნობისთვის. ეხლა გამმარტავ რატომ აქვს ესეთი შეხედულება და ერთგვარად შევწარმოდგენაში ტრამპი არის დამანგრეველი, demolition man და ამას აქვს საფუძველი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მაგრამ აქედან დავიწყებ. ისეთი პოლიტიკური გადანაწილება დაიწყო სოფლიოში. არაერთხელ ვახსენებ ჩემს ვიდეოებში და ადრე პოსტებში ვწერდი, რომ რუსეთი იქნება სიტუაციური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. ასეც ხდება. ბოლო მოვლენები ამას ნათლყოფს. ის კი არა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან ერთად და ვლადიმერ პუტინთან ერთად კარგი იქნებოდა, თუ ეს სამეული შეხვედრა შედგებოდა და რაღაც იალტა 2-0-ის ვარიანტი შეიძლება გადათამაშდეს და გასაგებია, იმიტომ რომ მოვიდა დრო, რაღაც ისტორიულმა ციკლმა თავისი ისტორიული მომენტი დაასრულა და ეხლა უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური გადანაწილება. უბრალოდ მე ეჭვი მაქვს, რომ ისეთ პატარა ქვეყნებს როგორიც არის საქართველო, უბრალოდ არ ექნება ხმის უფლება, მარტივად რომ ვთქვათ. და ჩვენს მაგივრად ჩვენ ბედს გადაწყვეტს დიდი სახელმწიფოების პოლიტიკური შეთანხმება. ნათელი მაგალითი უკრაინა, თუმცა უკრაინაზე პატარა ქვეყანას ვერ ვიტყვით, 50 მილიონიანი სახელმწიფო იყო და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა. და ხო წარმოგიდგენიათ, გარიგების შემთხვევაში შესაძლოა საქართველო მართლაც ის გახდეს. რაღაც საჯილდაო უკვე, მოდი ეს დავარქვათ. უფრო მძიმედ რო არ მოიხსენიეთ. ეს არის და ეს და იმიტომაც საგარეო პოლიტიკაზე საუბრობ საკმაოდ კრიტიკულად. დაწყებული ისრაელ-პალესტინის კონფლიქტიდან, ალბათ იცით, რასაც აპირებს დონალდ ტრამპი პალესტინელების გასახლებას და კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება თვითონ უკრაინას როგორი დამოკიდებულებით ეპყრობა, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ამ ვითარებაში თავისნებით არ ჩავარდნილა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძველი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ობამადან მოყოლებული ფაქტობრივად აქეზებდა და უბრალოდ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააგვირგვინეს ყველაფერი 4 წლის თავზე და გამოიყენა ზელენსკი. ზელენსკი რო უგუნურია და ეხლა არაპოლიტიკოსია და შეცდომაზე უშვებდა, ეს გასაგებია, მაგრამ ზოგადად სახელმწიფო მაქვს მე მხედველობაში და უკრაინელი ხალხი. ამ აქედან გამომდინარე, შემდეგი ნაბიჯი რა არის, რომ ესე იგი 175 მილიარდი დოლარი გახდა 250 მილიარდი, მერე ეხლა არის საუბარი, რომ 300 მილიარდია, მაგრამ 300 მილიარდი საკმარისი არ არის დასაბრუნებლად, არის 9 ტრილიონზე ლაპარაკი. მე მას არ ვამბობ, რომ ამერიკას არ აქვს მორალური უფლება, რომ ეს ფული მოითხოვოს, უბრალოდ გააჩნია, როგორი გარიგება იყო თავიდან. თუ ეს იყო ალტრუისტული იდეებით დატვირთული გარიგება და ეს უსასყიდლო ფული იყო
გასაგებია მაშინ არ უნდა მოითხოვონ, მაგრამ თუ ეს იყო რაღაცა ლენდლიზის ვარიანტი, ბუნებრივია უკრაინას გასასტუმრებელი აქვს ეს ფული. შესაძლოა პენტაგონის რევიზია რო დაიწყება ახლა დღე-დღეზე, იქ შეიძლება ისეთი თემები ამოვარდეს, რომ შეიძლება უკრაინას მეტიც აქვს მისაცემი. მე უბრალოდ იმას საუბრობ, რაც ზედაპირზე არის. აქედან გამომდინარე, ადარდეს ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის ბედი, რომ ვაი და რამე არ მოხდეს. უბრალოდ ხა ამდენს აღარ ვილაპარაკებ ვაი და რო სხვანაირად წავიდეს და ანაკლი სპორტი არ აშენდეს და ასე შემდეგ. ეს ჩემი უბრალოდ ალბათ შეიძლება გადაჭერბებული სიფრთხილეა და მგონია რომ თუ რამე მოხდა შეიძლება თლაც ასიკეთოთ არ დამთავრდეს, მაგრამ უბრალოდ ვიმედოვნოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს უბრალოდ ჩემი ეჭვებია და მეტი არაფერი. რაც შეეხება ახლა შიდა პოლიტიკას, ტრამპი აწარმოებს ჩვეულებრივად დამანგრევლის როლს. დამანგრევლს სახელმწიფოს კი არ ებრძვის და ამერიკის შეერთებული შტატების ჯინი კი არ აქვს. უბრალოდ ჩემს გამოხატა და მინდა რომ ყველამ იცოდეთ. ტრამპი ანგრევს სისტემას. ამ სისტემის გარდაქმნა არ გამოვიდოდა. იმიტომ რომ დრო მოჭმულია. დემოკრატები იწვევდნენ რესპუბლიკელებს, შემდეგ პირიქით რესპუბლიკელები იწვევდნენ დემოკრატებს და არაფერი არ იცვლებოდა. USAID როგორც იყო დამფინანსებელი რევოლუციებისა და სხვა ავად სახსენი საქმიანობისა, ისე აგზელებდა საქმიანობას. პენტაგონში ფული როგორც იჭრებოდა, ისე ვიჭრება სამხედრო სამრეწველო მანქანა, როგორც იღებდა საგარეო შეკვეთებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმზადებდა იარაღს და ყიდდა. სოციალური სამსახურის ამბავმა ხო საერთოდ შეცვალა ხედვა და შეხედულება ამერიკის შიდა სისტემაზე. ეს მკვდარისულები რო ამოვარდა 20 მილიონამდე ადამიანი, რომელიც 100 წელს ზემოთ არის. ხო წარმოგიდგენიათ ხა რამდენი ფული იხარჯება ამაზე. მე ვიცი თითო პირზე საშუალოდ სოციალური დახმარება უმეტეს შემთხვევაში გამონაკლისები არ გვინდა, იმიტომ რომ იქ ძალიან შორს წაგვიყავს ეს საუბარი. უმეტეს შემთხვევაში არის 400-დან 600 დოლარამდე ყოველთვიურად. ხო წარმოგიდგენიათ ეს რა ფულია. შეიძლება 12 მილიარდამდე ავიდეს ყოველთვიური გადასახადი, ანუ წლის ბოლოს. ეს იქნება ისეთი თანხა, რომელსაც უბრალოდ ვერც ერთი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და ზუსტად ამიტომაც ხდებოდა ეს განუსაზღვრელი ემისიები, ანუ ფულის ბეჭდა და ბაზარზე გაშვება ამ ზედმეტი ბანკნოტების. ბუნებრივია რომ ამას ყველაფერს უნდა მოღებოდა ბოლო რა, უნდა დასრულებულიყო ეს და ამიტომაც სურდა რომ ტრამპი მოსულიყო ხელისუფლებაში. რომ აღარაფერი თქვათ ჯანდაცვის სისტემაში ამ მანკი ერწრეზე პაციენტი, სადაზღვევო კომპანია და ჯანდაცვის ორგანიზაცია. ესეც უღრანი ტყე არის და ძალიან მახარებს რომ რობერტ კენედი დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად და პრინციპული კაცია, თან არ არის ახალგაზრდა 70-ს გადაშორებულია, მან იცის რა არის პოლიტიკა, იცის თუ რა შეეწირა მამამისი და ბიძამისი და ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად რაც ის იქნება ამ პოსტზე, რომ გაწმინდოს ეს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს მანკიერი რგოლები ამოაგდოს და ერთხელ და სამუდამოდ ამ Big Pharma-ს დაარტყას. Big Pharma-ში გეტყვით 50-მდე დიდი ფარმაცევტული კომპანია გაერთიანებული და რაღაც კარტელურ კონგლომერატურ კომპანიას წარმოადგენს. ანუ თვითონ იურიდიული პირი კი არ არის, უბრალოდ ეს გაერთიანება, რაღაც კოოპერირება აი ამ 50 უდიდესი ფარმაცევტული კომპანიების. აი რას თქვენ გაგიგიათ? დიდი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც სხვათა შორის COVID-ის დროს ამზადებდა და შემდეგ აცრის პროცესშიც იყო ჩართული. აი ეს კომპანიებიც ამ Big Pharma-ში შედის და ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში მოსაგვარებელი, იმიტომ ეს დიდხანს უბრალოდ ვერ გასტანდა.
და ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების პირობებში ეს ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს უკვე ბზარი ქონდა გაჩენილი და შესაძლოა გარღვეული იყოს სადღაც. ამიტომ მე ვთვლი, რომ რა ვიცი, მართლა ღმერთმა მოვალენა თვითონ ტრამპი თვლის, რომ ღმერთის მიერ დასმულია ამ პოსტზე, აი როცა ერთხელ ტყვიას გადაურჩა და მეორეჯერ პოტენციური მსროლელი რომ კიდევ კარგი დროზე დააკავეს. ამიტომ მას ეს მისია აქვს და რა ვიცი, ღმერთმა გაუმარჯოს და მე ვთვლი, რომ ამერიკისთვის მართლაც კარგ საქმეს აკეთებს. და უნდა დაუბრუნდე ახლა ისევ იმ საკითხს, რომ საქართველოსნაირ ქვეყნებს რა მომავალი აქვს. მე ერთხელ აღნიშნე, რომ დავუშვათ ყველანაირი ინტერესი დაკარგა მეთქი ჩინეთმა დასავლეთ ევროპის ბაზრის ათვისებისა და ასეც არის. გამომდინარე იქიდან, რომ მყიდველობით უნარიანი ბაზარი, ეს მყიდველობითი უნარი მთლიანი ევროპის ეცემა და საერთოდ აზრი ეკარგება მე მგონი ჩინური და ინდური პროდუქციის აი ამ აბრეშუმის გზაზე გატარებას. მე გულისხმობ ერთი გზა, ერთი სარტყელი, სადაც ინდოეთიც უნდა ჩართულიყო ამ გზაზე. ძველი აბრეშუმის გზა. შემდეგი მომენტია. ამას ალბათ ამერიკელები ხელსაც შეუწყობდნენ. მე ეს ანაკლიის პორტი, ჩვენი პორტი. რამდენად აწყობს საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ამერიკამ ევროპიდან უნდა ნელ-ნელა გავიდეს, მაშინ გადავრჩენილ ვართ, ასე ვთქვათ და წმინდა წყლის ეკონომიკური გათვლები იქნება და თუ ჩინელებს დააკმაყოფილებთ ის თვითბრუნვა, რამაც უნდა გაიაროს საქართველოზე და შემდეგ მოხდეს ევროპაში, მაშინ ხელი შემსლელი პირობა მხოლოდ ეკონომიკური იქნება და არა პოლიტიკური. და ამასთან ერთად, ამ ეკონომიკურ გარიგებასთან ერთად, უბრალოდ მე ვთვლი, რომ დაცვა, ანუ ეს ერთგვარი სახელმწიფოსთვის ქუდი, პოლიტიკური ქუდი, რომ არავინ დაუშვათ ჩვენზე იერიში არ განახორციელოს. რახან დასავლეთ ევროპა მოირღვა და ამის ნათელი მაგალითია მიუნხენის კონფერენცია ტირალა მამაკაცების სახით, მათ ვინ უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყნები ენგრევათ. ამერიკა დიდი ალბათობით კი დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთ ევროპიდან, საერთოდ ევროპის ბაზრიდან გავა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო გაერთიანებიდან და ჩვენ რჩებით აი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იმ მეზობლებს შორის და ამ მეზობლების ამარა. აქედან გამომდინარე, ეს ჩემი დამოკიდებულება იმისა, რომ უბრალოდ შიშევი, რომ ჩვენ არ დავრჩეთ მარტო, აი ამით იყო გამოწვეული, თორე მე რაც პოზიცია შემიცვლია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამერიკისთვის ტრამპი ჩემი აზრით ბუნებრივია იდეალური პრეზიდენტია. რაც შეეხება შიდა სტრუქტურას, ეს გასასწორებელი იყო. მე რაც შემოგითვალეთ ახლა, ეს არის კიდე ზღვაში წვეტი. შეგახსენებთ, რომ კეშპატელი დაინიშნა FBI-ის დირექტორად და აი ხა წამოვა იმდენი ცნობები კორუფციაზე და რაღაცა კარტელურ გარიგებებზე, რომ შეიძლება მედიას დრო არ იყოს პრესკონფერენციების მოსაწყობად. დამიჯერით ასე იქნება რა. მოკლედ სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა და დიდი მადლობა მოსმენისთვის და მხარდაჭერისთვის. აბა დროებით კარგად იყავით და